თბილისში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა. ღონისძიება გელათის სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის ორწლიან საქმიანობას მიეძღვნა. კონფერენცია დღეს სასტუმრო თბილისი მარიოტში გაიმართა. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ. მღვდელმთავარმა ღონისძიების მნიშვნელობაზე ისაუბრა. აღსანიშნავია, რომ გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის თავმჯდომარე არის მეუფე შიო. შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე. ღონისძიების ფარგლებში მოხსენებით გამოვიდნენ გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე არქიმანდრიტი კირიონ ონიანი, გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის ეროვნული სამეცნიერო საბჭოს მდივანი, ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი დავით ლორთქიფანიძე, პროფესორები გერჰარდ ვოლფი, სტივენ კელი, ფრანჩესკა პიკე, ლორი ვონგი, სტეფან სიმონი, ხელოვნებათმცოდნე ზაზა სხირტლაძე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი ეკატერინე გედევანიშვილი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის რესტავრაციის და კონსერვაციის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელი ნინო კალანდაძე, მხატვრობის კონსერვაციის პროგრამის ხელმძღვანელი სტივენ რიკერბი, რომის არქეოლოგიური კონსერვაციის ცენტრის დირექტორი, გელათის მოზაიკის კომპოზიციის კონსერვაციის ხელმძღვანელი რობერტო ნარდი, გელათის გენერალური გეგმის განახლების ფარგლებში მოწვეული ექსპერტი ლუიზა დე მარკოსი და პროგრამის აღმასრულებელი ხელმძღვანელი რუსუდან მირზიკაშვილი. გელათის რეაბილიტაციის პროგრამის პროფესიული ხელმძღვანელი არქიტექტორ-კონსერვატორი ნიკოლა ბერლუკი და გელათის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის სტრუქტურული მონიტორინგის სამუშაოების აღმასრულებელი ექსპერტი კრისტიანო რუსო. ასევე გელათის რეაბილიტაციის აღმასრულებელი სამუშაოების ფარგლებში მოხსენებით გამოვიდნენ არქიტექტორი ვახტანგ ზესაშვილი და გეოლოგიური კვლევების ხელმძღვანელი გუგა შარაშენიძე. ღონისძიების მონაწილეებმა ისაუბრეს გელათის სამონასტრო კომპლექსში ჩატარებულ და მიმდინარე სამუშაოებზე და სამომავლო გეგმებზე. გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის მიერ განხორციელებული სამუშაოების მიმოხილვა, გელათის მონასტრის მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის განახლებული მართვის გეგმის პროექტი, ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის დროებითი ერთიანი გადახურვა და ხარაჩოს მოწყობის საკითხები და კათედრალის სტრუქტურული კვლევა და მონიტორინგი, გელათის სამონასტრო კომპლექსის არქიტექტურის კონსერვაციის საკითხები, გელათის ტერიტორიის გეოლოგიური ფუნდამენტალური კვლევები. ეს იმ თემების არასრული ჩამონათვალია, რომლებზეც კონფერენციის მონაწილეებმა მოხსენებები წარმოადგინეს. პატივცემულო ქალბატონო კულტურის მინისტრო, ოლად სამღვდელონო მღვდელმთავარნო, ძვირფასო ქალბატონებო და ბატონებო, მამებო, გულითადათ მოგესალმებით ყველას და სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის სახელით მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისთვის. მინდა შეგახსენოთ, რომ წელს აღინიშნა წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის გარდაცვალებიდან 900 წლის თავი. მოგეხსენებათ, რა დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა წმინდა მეფე ეკლესიის და სახელმწიფოს ერთობას ქვეყნის აღშენების საქმეში. ამიტომ მის მიერ აგებული გელათის მონასტერი ეს არის სიმბოლო ქრისტიანულ ღირებულებებზე დაფუძნებული სახელმწიფოსი. ეს ძეგლი, ეს კომპლექსი გვაერთიანებს ყველას, ეკლესიასაც, სახელმწიფოსაც. ამიტომ გვმართებს ვიზრუნოთ განსაკუთრებით და მოუფრთხილდეთ აი ამ დიდ მემკვიდრეობას, რომელიც წმინდა მეფემ ჩვენ დაგვიტოვა. დღევანდელი ჩვენი კონფერენციის მიზანი გახლავთ ის, რომ საქართველოს საპატრიარქომ, რომელმაც აიღო პასუხისმგებლობა გელათის სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაციაზე, წარმოგიდგინოთ ორწლიანი მუშაობის შედეგები და მოგეხსენებათ, რომ აღნიშნულ პროცესს წარმართავს გელათის რეაბილიტაციის კომიტეტი. ჩვენი შეფასებით გელათის მონასტერში არსებული ყველა პრობლემური და საჭირო მიმართულებით გაწეულია დიდი შრომა და ძალის ხმევა. ვფიქრობ, რომ კონფერენციის დასასრულს ამაში დარწმუნდებით მეცნიერებიც და დამსწრე საზოგადოებაც. უნდა აღინიშნოს, რომ მუშაობის ყოველ ეტაპზე თითოეულ მოქმედებაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ხარისხს, რათა ყველა საკონსერვაციო მიმართულება და საბუშაო საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ხორციელდებოდეს.
რეაბილიტაციის პროცესში დაიძლია მთავარი სირთულე. შეჩერებულია შეუქცევადი დაზიანების საფრთხეები და მიმდინარეობს ფართო მასშტაბიანი მუშაობა, როგორც სამეცნიერო კვლევა დიაგნოსტიკის, ასევე ფიზიკური სამუშაოების მხრივ. მაღალმა სამეცნიერო დონის კვლევა დიაგნოსტიკამ შექმნა მტკიცე და უსაფრთხო საფუძვლები ყველა მიმართულებით. იქნება ეს მონასტრის კათედრალის ერთიანი დროებითი გადახურვის გრანდიოზული პროექტი, გელათის სამონასტრო კომპლექსის მართვის გეგმის დოკუმენტი, მხატვრობის და მოზაიკის კონსერვაცია, რესტავრაცია, სტრუქტურული კვლევები, გეოლოგია თუ სხვა. ყოველივე ამისთვის და სრულიად უანგაროდ გაწეული მსახურებისთვის განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი როგორც ჩვენს ეროვნულ სამეცნიერო საბჭოს, ასევე საერთაშორისო სამეცნიერო საბჭოს წევრებს. ასევე მინდა დიდი მადლიერება გამოვხატო საერთაშორისო აღიარებული სპეციალისტების მიმართ, რომლებიც დაგვთანხმდნენ ჩართულიყვნენ გელათის რეაბილიტაციის პროცესში და ხელმძღვანელობენ თავიანთ საკონსერვაციო მიმართულებებს. მადლობას ვუხდი ქართველ სპეციალისტებს თავდადებული და მაღალპროფესიული შრომისთვის. სწორედ პროექტში ჩართული მეცნიერების და გამორჩეული პროფესიონალების რჩევებმა, მაღალი დონის სპეციალისტების შრომამ და მათმა ერთობამ განაპირობა მნიშვნელოვანი პროგრესი გელათის მრავალმხრივი პრობლემების დასაძლევად. გაწეული სამუშაოსთვის დიდი მადლობა მინდა გადაუხადო არქიმანდრიტ კირიონ ონიანს და მასთან ერთად გელათის რეაბილიტაციის კომიტეტის სხვა წევრებს, რომლებიც შეიძლება ითქვას, რომ არიან ამ პროექტის მთავარი ამოძრავებელი და შემკვრელი ძალა. გელათის რეაბილიტაციის პროექტი თავისი მასშტაბურობით და საკონსერვაციო კომპონენტების ერთობლიობით უპრეცედენტოა საქართველოს ისტორიაში. გარდა ამისა, ის ამ სფეროს წარმომადგენლების დიდ ყურადღებას იპყრობს მთელ მსოფლიოში. საქართველოს საპატრიარქო ძალისხმევას არიშურებს, რათა გელათის რეაბილიტაცია მიმდინარეობდეს ისე, როგორც ეს ამ დიდებულ მონასტერს შეჰფერის. ვფიქრობთ, ეს მართლაც ასეა და ვმადლობთ უფალს ამისთვის. ყოველივე ამის განხორციელება, რა თქმა უნდა, შეუძლებელი იქნებოდა საქართველოს მთავრობის დახმარების გარეშე და ჩართულობის გარეშე. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ ირაკლი კობახიძეს იმ დიდი მხარდაჭერისთვის, რომელსაც იგი იჩენს გელათის რეაბილიტაციისადმი. გულისხმობ არა მხოლოდ ფინანსურს, არამედ მორალურ თანადგომას და მხარდაჭერასაც. ასევე მინდა დიდი მადლობა გადაუხადო საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს, რომლის თანადგომამ პროექტის საწყის ეტაპზე გადამწყვეტი როლი შეასრულა. დასასრულ მინდა გადმოგცეთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის ლოცვა-კურთხევა ყველას, ვინც ამ დიდ საქმეში მონაწილეობთ და ასევე დავლოცო ყველა, ვინც ჯანსაღ ინტერესს იჩენს ამ პროცესისადმი და ამ წმინდა სავანეში მიმდინარე აღდგენის ამ დიდი საქმისადმი. შევთხოვთ უფალს არ მოგვაკლოს მადლი და ძალა, რომ ეს დიდი პროექტი ღირსეულად წარიმართოს შემდგომშიც და შესაფერი მშვენიერებით და წარმატებით გასრულდეს. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ და გაგახაროთ. სამადლობელია ის თემა, რომ ფასდაუდებელი სამუშაო გააკეთა გელათის რეაბილიტაციის დროებითმა კომიტეტმა, მეუფეშიოს ხელმძღვანელობით, მამა კირიონის და ყველა სხვა ადამიანის ჩართულობით, ბატონი დავით ლორთქიფანიძის ჩართულობით და იმ მეცნიერების ჩართულობით, რომელიც ყველამ ვიცით, რომ გვერდში გვიდგეხართ. პირველ რიგში ვფიქრობ, აღნიშვნის ღირსია დღეს უკვე ის, რომ ის რაც იუნესკოში ივლისის თვეში უნდა გამოცხადდეს, უკვე გამოქვეყნდა იუნესკოს ვებგვერდზე და გვეუბნება ეს დოკუმენტი, რომ მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის გადაწყვეტილების პროექტი გელათის მონასტრის კონსერვაციის მდგომარეობის შესახებ
UNESCO მიესალმება და პრაქტიკულად დადებით შეფასებას აძლევს საქართველოს მთავრობის ძალისხმევას ძეგლის კონსერვაცია რეაბილიტაციის სამუშაოების მიმართულებით და აღნიშნავს, რომ სახელმწიფო სრულად ხელმძღვანელობს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის საკონსულტაციო მისიის რეკომენდაციებით, მინდა ამისთვის განსაკუთრებული მადლობა რასაკვირველია კიდევ და კიდევ გადაგიხადოთ და არ ვიქნები მართალი, რომ პატრიარქს არ გადაუხადო, იმიტომ რომ სწორედ ეს ერთობა ჩვენი და ეს სწორი მიმართულება როგორც მთავრობის საღი და გონიერი პოლიტიკის, ისევე საპატრიარქოს სწორი ხედვის დამსახურებაა, იმიტომ რომ საპატრიარქოა ძეგლის მეპატრონე. ამ ფონზე არ გვავიწყდება მართლა ის სირთულეები, რაც იყო და ხედავთ, რომ ესეთი ტიპის თანამშრომლობა ქმნის სრულიად ახალ გამოცდილებას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კუთხით და ხა ჩემთვის როგორც კულტურის მინისტრისთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი საქმიანობის, ესე რომ გავყოთ, ნახევარზე მეტი მოდის ძეგლების და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებაზე. იმიტომ რომ ეს არის ჩვენი იდენტობის, ჩვენი კულტურის გამსაზღვრელი და ამის გარეშე ვერცერთი ქვეყანა, მით უმეტეს ჩვენნაირი პატარა ქვეყანა, ამდენი გამოწვევით ნამდვილად ვერ გადავრჩებოდით. კულტურის სამინისტროში არსებული ძეგლთა დაცვის, ანუ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ჩართულობაც უკვე გავზარდეთ გელათთან მიმართებაში და ზოგადად ძეგლებთან მიდგომის მიმართებაში და სწორედ ეს მოდელი, მამა კირიონ, თუ დამეთანხმებით, იქნება ერთ-ერთი ამოსავალი მოდელი იმ ახალ პრაქტიკებში, რაც გვინდა რომ დავგეგმოთ, რომ სამეცნიერო საზოგადოება, ეკლესია და სახელმწიფო და ყველა დაინტერესებული, კეთილგანწყობილად ქვეყნის ინტერესებით დაინტერესებული ადამიანი ღიად ვიქნებით ყოველთვის ერთმანეთის მხარდამხარ და კი არ ვიქნებით დაპირისპირებული და საქმეს არ დავაზიანებთ, არამედ პირდაპირ ვთქვათ, საქმეზე ორიენტაციით მოვიქცევით. ეს გელათის სამონასტრო კომპლექსის აღდგენის, აი ეს მოდელი მინდა რომ განვავითაროთ ყველა ძეგლთან მიმართებაში. სწორედ ასე უნდა მოვიქცეთ და არ ვიყოთ ჩასაფრებულები, არამედ ერთად ვაკეთოთ საქმე. მე უკვე ვიცი რა ეწერა აქამდელ დასკვნებში, გაცნობილი ვარ იმასაც და ვიცი ეხლაც რაც წერია და საამაყოდ მიმაჩნია, რომ მხარეთა შორის სწორედ ეს კონსენსუსი მიღწეულია და ვფიქრობ, რომ ეს არის მნიშვნელოვანი გამარჯვება. დანარჩენი მეცნიერებზეა, მადლიერებით ვართ სავსე ამ საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოების მიმართ, რომელიც დიდ ყურადღებას იჩენს და ამით კიდე ჩვენი კულტურის როლი კიდევ უფრო წარმოჩნდება, რომ მართლა მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოებას აინტერესებს და იუნესკოს ესეთი დაინტერესება ამ ძეგლის მიმართ. იმედს გამოვთქვავ, რომ სამომავლოდ ყველა ის ეტაპი, რომელსაც დაგეგმავს კომიტეტი, ჩვენ სრულად მხარდაჭერილი იქნება საქართველოს მთავრობის მხრიდან, ჩემგან როგორც კულტურის მინისტრის მხრიდან, ძეგლთა დაცვის, ანუ სააგენტოს მხრიდან მემკვიდრეობის და შესაბამისად ძალიან მალე ვიცი რომ ესე არ გამოვა, მაგრამ ადამიანები იმედით ვართ და ძალიან მალე ვიმედოვნებ, რომ ჩვენ ყველანი ერთად ბედნიერები ნახავთ აღდგენილ გელათს, რაც იქნება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის კუთხით ის ახალი სიტყვა, რაც გვინდა რომ სოფლიოს ვუთხრათ, რომ ჩვენ უდიდესი მემკვიდრეობით მოვდივართ, ჩვენ უძველესი ევროპული კულტურა ვართ, ქრისტიანობაზე დაფუძნებული. თუ ვილაპარაკებთ ამ 2 წლის მანძილზე, ალბათ გვექნება საშუალება ძალიან ბევრ დეტალებზე ვისაუბროთ, მაგრამ მე გამოვყოფდი ყველაზე მთავარ მომენტებს. ეს არის, რა თქმა უნდა, კომპეტენციის მატება ამაზე. საუბარი არ არის და თქვენ ნახავთ ამ მასშტაბს. ეს არის საოცრად მრავალფეროვანი პროექტი, რომელიც არის ძალიან ბევრი კომპონენტისგან შემდგარი. სადაც ერთმანეთთან არის გადაჯაჭვული როგორც მეცნიერული პრობლემები და კვლევა, ისე მისი განხორციელება, ასევე მე ვიტყვი, წმინდა განვითარება და უმრთულესი ტექნიკური საკითხები, როგორც საინჟინრო, წმინდა ლოჯისტიკური, ეს არის აბსოლუტურად საერთაშორისო პროექტი და შეიძლება ხშირად კითხვა ისმის დროის შესახებ, აბა ერთი მოხდეს 19 კომპანია იყო, რომელიც მოწვეული იყო მაშინ 60 წლის გადასაწყვეტად დროებითი გადახურვის. რატო არ გამოვიდა, ესე იგი რთული იყო. ელემენტარულად საერთაშორისო შესყიდვების სისტემაც
ამ კომიტეტში არის. ასე რომ ეს იმდენი გადახლართული თემა არის, რომ ეს თავს არ ვიმართლებთ, მაგრამ უნდა გითხრათ, რომ 2 წელი ძალიან ცოტაა ამისთვის. და მთავარი, რასაც დავამატებ აქ, რაც არის მესამე, აბა გადამწყვეტ, ეს არის უანგარობა. 2 წლის წინ კითხვა ისმოდა, რომ იქნება თუ არა ეს საერთაშორისო კომიტეტი, რომელიც აბსოლუტურად უსასყიდლოდ იღებს მონაწილეობას ამაში. მეცნიერებას წარმოადგენს მეცნიერებათა აკადემიას და უნდა გითხრათ, რომ მეცნიერებათა აკადემიას, აი ბატონი როინი აბრძანდება, ყოველთვის ჰქონდა ეს ტრადიცია ინტეგრირებული ინტერდისციპლინარული კვლევის. ასე რომ ჩვენ ცარიელი ადგილიდან არ ვიწყებთ. და ეს ძალიან პრინციპულია, რომ ჩვენ ვიცოდეთ მეცნიერების ისტორია და დღეს მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ძალიან ბევრი საერთაშორისო კოლეგები გვყავს, აბსოლუტურად ახალ ტექნოლოგიას ვიყენებთ. ჩვენ გვაქვს ტრადიციები და ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ეს ტრადიციები არის გასაგრძელებელი. და ის, როცა ვლაპარაკობთ მრავალფეროვნებას, ეს არის პროექტი, რომელშიც ერთის მხრივ არიან მართლა უმაღლესი რანგის მეცნიერები, მე გადამეტების გარეშე საბჭოს წევრები გამოვლენ და თქვენ თვითონ დაინახა. მაგრამ ამავდროულად არიან ახალგაზრდები, როგორც ქართველი, ისე უცხოელი. ასე რომ ერთად არის უმაღლესი რანგის მეცნიერი და 18 წლის ქუთაისელი არქეოლოგიის სტუდენტი. ეს არის ის ძალა, რომელიც მე დარწმუნებული ვარ, ჩვენ მოგვიტანს იმ შედეგებს, რომ ხვალ ერთ კითხვა აღარ გვექნება, რომ როგორ შეიძლება ეროვნულ მემკვიდრეობის მიმართ იყოს, არ მინდა ისე ვთქვა, მაგრამ გულგრილი დამოკიდებულება ან არა პროფესიული. ასე რომ მე მართალი გითხრათ, რომ ალბათ ჩემ ცხოვრებაში გადამეტების გარეშე ეს ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეა, რაის მონაწილეობა მე მიღია და მინდა დიდი მადლობა გითხრათ ყველას ამ პატივისთვის. კონფერენციის დასასრულს დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ. გამოხატავ ჩემ სიხარულს, მადლიერებას კიდევ ერთხელ. ძალიან შთამბეჭდავი გამოსვლები მოვისმინეთ ყველამ და შეიძლება ითქვას, რომ გამოჩნდა არა მხოლოდ დიდი ცოდნა და პროფესიონალიზმი, როგორც ჩვენი უცხოელი სტუმრების და მრჩევლების, ასევე ჩვენი ქართველი მეცნიერების. ეს უდავოდ ასეა. ჩვენ ვიცით, რომ ეს სახელმოხვეჭილი და დიდებული მეცნიერები ბრძანდებიან. მაგრამ ჩვენ განსაკუთრებით გვახარებს, რომ გამოჩნდა მათი საოცრად სათუთი, გულითადი და მოსიყვარულე დამოკიდებულება საქმისადმი და კერძოდ გელათის მონასტრისადმი, რეაბილიტაციის პროცესისადმი. აი თქვენ ძვირფასო მეცნიერებო გამომსვლელებო, დღეს ჩვენ გვიჩვენეთ მაგალითი იმისა, როგორი უნდა იყოს დიდი მეცნიერი, დიდი პროფესიონალი და ეს ცოდნა შერწყმული დიდ სიყვარულთან საქმისადმი. ეს არის დიდი მაგალითი ჩვენთვის ყველასთვის, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის. და აქ ეხლა ბატონმა დავითმა ბრძანა კრიზისზე და ეხლა თქვენი პათოსი მინდა გავაგრძელო. მართლაც ასეა და კრიზისიდან გამოსვლის დიდი მაგალითი უკვე ჩნდება და ჩანს. მაგრამ ასევე აქ არაერთხელ გაჟღერდა პაციენტის და მკურნალის მაგალითი, როგორც აი გელათის ძეგლისა, საერთოდ დაზიანებული ძეგლის ესეთი მეტაფორა, როგორც პაციენტის. და დღევანდელმა დღემ მე დავიწყე დღეს ჩემი გამოსვლა თქვი რომ აუცილებლად დავწმუნდებით რა დიდი შრომა ჩაიდო და რამდენი რამ გაკეთა ამ 2 წელიწადში. მე მგონი სავსებით დავწმუნდით ჩვენ ყველანი ამაში. და დღევანდელმა დღემ გამოაჩინა რომ ეს ჩვენი პაციენტი რომელზეც ითქვა და რა თქმა უნდა ყველა პაციენტი ექიმისთვის ძვირფასია, მაგრამ არის ხოლმე ისეთი პაციენტი, ან შენი ოჯახის წევრი, ან შენი შვილი, რომელზეც განსაკუთრებით გული შეგტკივა. აი მე დავინახე ეს ყველა ჩვენგანში აი ეს დამოკიდებულება. და დღეს შეიძლება ჩვენ ვთქვათ, რომ ეს პაციენტი ჩვენთვის ყველაზე სანუკვარი და საყვარელი და ძვირფასი არის საიმედო ექიმების ხელში. და ჩვენ თუ გავაგრძელებთ ასეთი გონიერებით, ასეთი რუდუნებით და ასეთი სიყვარულით აი ამ პროცესს, ღმერთს ეს უხარია და აუცილებლად შეგვეწევა. და ეს ამაში მე ვარ დარწმუნებული, რომ ღვთისმშობელი შეგვეწევა, დავით აღმაშენებელი შეგვეწევა და ჩვენ მოვესწრებით შესანიშნავად წარმატებით დასრულებას ამ საქმისა, ჩვენი მეგობრობის კიდევ უფრო გამტკიცებას და კიდევ მრავალ სიკეთეს საქართველოსთვის და ქართული ჩვენი ამ საოცარი დიდი
ისტორიული მემკვიდრეობისთვის. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ და გაგაძლიეროთ. კონფერენციის დასრულების შემდეგ გაკეთდა კომენტარები. ძალიან შთამბეჭდავი გამოსვლები მოვისმინეთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სერიოზული კვლევები მიმდინარეობს ყველა მიმართულებით, რაც ძეგლის რეაბილიტაცია სჭირდება და ამას ახორციელებს უმაღლესი რანგის სპეციალისტები. და ეს რა თქმა უნდა ძალიან დიდ იმედს იძლევა, რომ ძეგლის რეაბილიტაცია ძალიან ღირსეულად და წარმატებით წარიმართება. და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ძალიან ცნობილი და დიდი სპეციალისტები რთავენ ახალგაზრდებს ამ პროცესში, როგორც ქართველებს, ასევე უცხოელებსაც, ასწავლიან მათ, გადასცემენ აი ამ დიდ გამოცდილებას. ამას აკეთებენ მთელი გულით, ძალიან დიდი ენთუზიაზმით. და აი მრავალმხრივ ესეთი იმედებია, რომ შემდგომი თაობაც გაიზრდება, რომელიც ჩვენ ძეგლებს მოემსახურება და ესეთი შესანიშნავი განწყობა არის და ყველას გილოცავთ და მერთმა ინებოს, რომ წარმატებით წარიმართოს და დასრულდეს ეს შესანიშნავი პროექტი. როგორც ხელოვნებაცოდნეებმა აღნიშნეს, გამომდინარე იმ პრობლემებიდან, რომელიც დაკავშირებულია კონსერვაციის და რესტავრაციის საქმეებთან, საჭირო გახდა მსოფლიოში ცნობილი მეცნიერების და აი ამ საქმის სპეციალისტების მოწვევა და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოხერხდა ამის გაკეთება, შეიქმნა მრჩეველთა საერთაშორისო საბჭო, რომელიც ფაქტიურად აერთიანებს ამ დარგის მსოფლიოში ყველაზე ცნობილ სპეციალისტებს და საინტერესო ის არის, რომ როგორ მოახერხეს მათ ამაში მონაწილეობა, იმიტომ რომ ეს ყველა ძალიან დაკავებული ხალხია და აი სწორედ მათი გადაწყვეტილება, რომ მიეღოთ მონაწილეობა, განაპირობა იმან, რომ როდესაც მათ ნახეს ეს ძეგლი და მისი ისტორია, მისი აი ეს მხატვრული ღირებულება, მათ თქვეს, რომ ეს არის ერთ-ერთი მსოფლიოს ესეთი გამორჩეული საგანძური და რომ ასაკვირველია ამას ჭირდება მაქსიმალური თანადგომა და ფაქტიურად აი თვითონ ძეგლმა თავისი ისტორიით, თავისი ღირებულებით, სულიერი და მხატვრული ღირებულებით განაპირობა, რომ ესე ძალიან დიდი ჯგუფი ყველაზე მაღალი დონის სპეციალისტებისა და მეცნიერებისა გაერთიანდნენ საერთაშორისო სხვადასხვა ქვეყნიდან და პრაქტიკულად ასეთი გაერთიანება მეტნაკლებად საზღვარგარეთ სხვადასხვა ძეგლებზე მომხდარა, მაგრამ ასეთი მასშტაბური პირველად მოხდა და ეს რასაკვირველია საქართველოსთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს ქმნის უკვე რაღაც სკოლის უყრის საფუძველს, იმიტომ რომ აქ უამრავი ქართველი სპეციალისტი მონაწილეობს, ახალგაზრდები მონაწილეობენ და ის რაც ამ 2 წლის განმავლობაში გაკეთდა, მთავარი მიზანი რაც არის, რომ კონსერვაცია, რასაკვირველია, რეაბილიტაცია, რესტავრაცია მოხდეს, ეს მიმდინარეობს, მაგრამ ამავე დროს საერთაშორისო ავტორიტეტი იზრდება, ქართული კულტურული მემკვიდრეობის შესახებ ცოდნა იზრდება მსოფლიოში და მსოფლიო ხედავს, რომ საქართველოსში შესაძლებელია აი ასეთი მასშტაბური საერთაშორისო პროექტების განხორციელება და რომ ქართველი მეცნიერები ამისთვის მზად არიან და ჩართული არიან. კიდევ ერთ რამეს ვიტყოდი, რომ ჩვენ წელს დავით აღმაშენებლის 900 წელი შესრულდა და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აი სწორედ დავითის მიერ დაარსებული გელათის განახლება მიდის და ერთის მხრივ ეს კიდევ არის რაღაცა მინიშნება შეიძლება თვითონ დავითის მიერ ღვთის მიერ, რომ ჩვენ არა მარტო უნდა ასე ვთქვათ განვახორციელოთ ფიზიკური აი ამ ძეგლის რესტავრაცია, არამედ ჩვენ თითქოს ღმერთი გვახსენებს და თავად დავით აღმაშენებელი რა სულიერი მნიშვნელობა ჰქონდა გელათს, რომ ეს გელათი იყო სიმბოლო იმისა, რომ
ქრისტიანობაზე დაფუძნებულმა სახელმწიფომ როგორ ძლევამოსილებას მიაღწია და თითქოს გვახსენებს, რომ დღესაც საქართველოს ქვეყნის სახელმწიფოს განვითარება სწორედ ქრისტიანულ საფუძვლებზე, ასე ვთქვათ, საფუძვლებთან დაბრუნებით შეიძლება მოხდეს და ეს არის არა მარტო მატერიალური, ასე ვთქვათ, კულტურული მემკვიდრეობის რესტავრაცია, ეს უნდა იყოს ჩვენი სულიერი ღირებულებების და თვითყოფადობის რესტავრაცია და აღდგენა და აი თითქოს მოწოდებაა, რომ დაუბრუნდეთ აი ამ ჩვენს საფუძვლებს, რადგანაც გელაც ეწოდებოდა მეორე იერუსალიმი და სხვა ათინა. ეს არაფერს არ ნიშნავს გარდა იმისა, რომ ქვეყნის ძლევამოსილება უნდა ეფუძნებოდეს სულიერებისა და ინტელექტის კავშირს. მართლაც უდიდესი ეროვნული და სახელმწიფოებრივი საეკლესიო საქმე კეთდება გელათის უნიკალური ჩვენი სულიერი მემკვიდრეობის დიდებული ტაძრის დიდი არა მარტო ქართული მსოფლიო საგანძურის ასეთი სრულმასშტაბიანი რეაბილიტაცია ფაქტიურად საუკუნეებია შეიძლება ასე ითქვას აი ამ ნიშნულობის საერთაშორისო ნიშნულობის სრულმასშტაბიანი რესტავრაცია არ ჩატარებულა და ძალიან მოხარული ვართ რომ სწორედ უწმინდესისა და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ლოცვა-კურთხევით სახელმწიფოს ჩართულობითა და მსოფლიო დონის საერთაშორისო მაღალი სამეცნიერო წრის, ასევე ქართველი სპეციალისტების ჩართულობით ხდება გელათის ტაძრის რეაბილიტაცია. ეს საერთაშორისო კონფერენციაც სწორედ ეძღვნება ამ საანგარიშო მოხსენებებს, თუ რა სამუშაოები, როგორი მეთოდოლოგიით მიმდინარეობს და ჩვენ ყველამ დავრწმუნდით, რომ ნამდვილად საიმედო ხელშია დღეს გელათი და ის სამუშაოები, რომელიც უკვე მიმდინარეობს, გვაძლევს სრულ საფუძველს იმისა, რომ ჩვენ მივიღებთ გელათს თავისი სრული ავთენტურობით აღდგენილს, როგორც სამონასტრო კომპლექსს, ასევე საგანმანათლებლო კულტურულ ცენტრს, აკადემიას და იმ მნიშვნელობას, რომელიც გელათს ყოველთვის ჰქონდა ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე და ეს იქნება ერთგვარი მოდელი შემდგომში, როგორ უნდა გაგრძელდეს ჩვენი მდიდარი კულტურული მემკვიდრეობის აღდგენა და აი ამ გელათის, ასე ვთქვათ, აღდგენის პროცესში თაობა გაიზრდება, ჩვენი მომავალი თაობა, რომელიც მიიღებს ასაუდებელ გამოცდილებას და ეს მომავლის საქმეა, არა მარტო თანამედროვეების, ჩვენი მომავლის, ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის აღორძინების საქმეში უდიდესი ნაბიჯი, ამიტომაც მე მინდა ყველა დავლოცო, უპირველეს ყოვლისა მამა კირიოს, მინდა მადლობა უთხრა მისი დიდი ენთუზიაზმისთვის, ორგანიზებისთვის და ხელმძღვანელობისთვის და ასევე ყველა იმ სპეციალისტსა და მეცნიერს, ვინც არის ჩართული ამ უდიდეს მამულიშვილურ საქმეში. დღეს ტარდება საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც მიზღვნილი გელათის რეაბილიტაციის კომიტეტის მიერ ორწლიან სამუშაოებზე. ეს კონფერენცია მნიშვნელოვანია იმით, რომ ფაქტიურად ერთი ადამიანის გამოკლების გარდა სრულად ჩამოსულია ჩვენი საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს წევრები, ასევე მას ესწრებიან ჩვენი ეროვნული საბჭოს წევრები და ყველა საკონსერვაციო მიმართულების ექსპერტები. განსაკუთრებით აღნიშნვის ღირსია მხატვრების კონსერვაციაზე ბატონი სტივენ რიკერების მოხსენება, რომელიც ახლა იქნება და ასევე ბატონი რობერტო ნარდის მოხსენება მოზაიკაზე, რომელიც ასევე სამნაწილში იქნება. სასიხარულო ასპექტი იმით, რომ დღეს შეიძლება ჩვენ ვთქვათ, რომ უკვე დგევართ იმ საფუძველზე, იმ სიმყარეზე, რომ ხამაღლა შეგვიძლია ვთქვათ, რომ გელათის ის მრავალწლიანი ურთულესი პრობლემები, რომლებიც გელათს ჰქონდა, უკვე დაძლეულია, შეუქცევადი დაზიანების პროცესი შეჩერებულია და ჩვენ დღეს გვაქვს მდგრადი განვითარება და მდგრადი პროგრესი გელათში. ჩვენ გვაქვს ფაქტობრივად კონფერენცია, რომელიც აჯამებს ჩვენი 2 წლის მუშაობას. მე გახლავართ გელათის რეაბილიტაციის კომიტეტის ეროვნული საბჭოს წევრი და შემიძლია სრულებით თამამად ვთქვა, რომ აი შედეგები ნამდვილად არის უკვე სახეზე.
გუშინ მთელი ჯგუფი სამუშაო ჯგუფი უცხოელებთან ერთად გახვდით გელათში და აქ პრაქტიკულად სულ რამოდენიმე დღე ჭირდება უკვე ამ დროებითი გადახურვის დასრულებას. იქ ერთდროულად მუშაობს ფერწერის ჯგუფი, მოზაიკის ჯგუფი და დღეს არის სწორედ აი ეს მოხსენებები, რომელიც ძალიან კარგად წარმოგვიდგენს რა გაკეთდა, როგორი სტრატეგირება მოხდა სამუშაოების, როგორი გეგმება ამ სამუშაოების განხორციელება და სიმართლე გითხრათ უკვე ძალიან დიდი შედეგები გვაქვს, იმიტომ რომ ეს კონსტრუქცია არის ნამდვილად ძალიან შთამბეჭდავი, გაკეთებულია უამრავი გადაუდებელი სამუშაოები ფერწერაზე, გაწმენდილია ფერწერა, დაგეგმილია სამუშაოები ასევე მოზაიკაზე და ეს ყველაფერი დღეს ძალიან პროფესიონალურად წარმოდგენილი იქნება ჩვენს კონფერენციაზე. დღეს ძალიან საინტერესო კონფერენცია ჩატარდა. ეს იყო დიდი და საფუძვლიანი მიმოხილვა იმ ორწლიანი მუშაობისა, რომელიც დროებითმა კომიტეტმა გასწია გელათის გადარჩენასთან დაკავშირებით. თორემ აქვე მინდა თქვა, რომ მე თანამშრომელია ჩუბინაშვილის ეროვნული ცენტრისა, რომელიც სწორედ ჩვენი ინიციატივა იყო, რომ საქართველოს ეკლესიას გადაებარებინა ეს საქმე თავისთავად, ძალიან ცუდად მიდიოდა საქმე და ჩვენ მიმართეთ თხოვნით მეუფეშიოს, რომ იქნებ თქვენ აი რაღაცნაირად უშველოთ ამას და ეს სწორედ აქედან წამოვიდა. ისე უნდა თქვა, რომ სწორედ ჩუბინაშვილის ცენტრის თანამშრომელმა თავის დროზე ბევრი წლით ადრე ატეხეს განგაში იმაზე, რა ხდება გელათში, სად ჩამოდის წყალი და ძალიან უჭირდათ ამ თავის სიმართლის გატანა. ეხლა კიდევ აი ხედავთ, რომ ძალიან მოკლე დროში უზარმაზარი საქმე გაკეთდა, რა თქმა უნდა რთულია, უამრავი ჩვენც გვაქვს შენიშვნები, შეიძლება სხვასაც ქონდეს, მაგრამ ფაქტია, რომ მე დიდი იმედი მაქვს წარმატებისა და იმისა, რომ ეს არაჩვეულებრივი მოვლენა, მართლა მოვლენა, რაც არის გელათის მონასტერი თავისი ფიზიკური და სულიერი შინაარსით, ჩქარა, რამდენიმე წელში ყოველ შემთხვევაში დაგვიბრუნდება მთელი თავისი ბრწყინვალებით. ქართულმა ჯგუფმა საერთაშორისო ხელმძღვანელებთან ერთად გააკეთეს კვლევა დიაგნოსტიკის მრავალი ეტაპი, დაფარეს მთავარი სივრცე, ეკვდერები, გადავდივართ ნართექსა და გუმბათზე. კვლევების საფუძველზე ჩვენ შევქმნით საკონსერვაციო ჩარევების, ფიზიკური ჩარევების პროგრამა, რომელსაც დაყნობითაც ჩვენ ვავითარებთ, ჯერ ტესტებს ვაკეთებთ, შემდეგ უკვე გადაგვაქვს ეს ძეგლზე და ვაკეთებთ ფიზიკურ სამუშაოებს, გამაგრებით სამუშაოებს. მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ დიდი მასშტაბის სამუშაოები არის უკვე გაწეული ფიზიკური მიმართულებით და ეს პროცესი გრძელდება. გამოწვევები, რა თქმა უნდა, კვლავ გვაქვს. კვლევები პარალელურად კიდევ ხორციელდება მარილებისა და ბიოლოგიის მიმართულებით, ტექნოლოგიის მიმართულებით. ეს პროცესები არის ერთმანეთთან გადაბმული და ჩვენ პარალელურად ყველა ამ გამოწვევას ვძლევთ. I'm very optimistic about მოხარული ვარ, რომ უშუალოდ ადგილზე ვიხილეთ და გავეცანი არსებულ ვითარებას. ძალიან მიხარია, რომ ამ საქმეში ჩართულები არიან როგორც ქართველი, ასევე უცხოელი მეცნიერები. ვიცი, რომ საქართველოში არის ისტორიულად ძალიან დიდი რესურსი სწორედ ამგვარი პროექტების განხორციელებისთვის. ნელა მშვიდად მივყვებით ჩვენ ამ პროექტებს იმ მეთოდოლოგიით, რომელსაც გვთავაზობს საერთაშორისო გამოცდილება და საერთაშორისო ცოდნა. ასეთ შემთხვევაში ვფიქრობ, რომ ძალიან მალე, რამოდენიმე წელიწადში მივაღწევთ მიზანს. I'm new in this group. I mean it's just მე ამ ჯგუფის შედარებით ახალი წევრი ვარ და ვხედავ, რომ ძალიან დიდი შრომა არის გაწეული. ბევრი კვლევა არის ჩატარებული, ბევრი ანალიზია განხორციელებული, მაგრამ ამავდროულად საჭიროა ექიმი, რომელიც ამ ანალიზს წაიკითხავს და დასკვნას გამოიტანს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ სწორად განვსაზღვროთ ეს დიაგნოზი. აქ უკვე საჭიროა ამ ანალიზის შეჯამება მოხდეს დასკვნის სახით. ჩვენ ვიმუშაობთ როგორც საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოსთან, ასევე ეროვნულ სამეცნიერო საბჭოსთან ერთად. მამა კირიონთან ერთად შევქმნით ადგილობრივი სამუშაო ჯგუფი და კოორდინირებულად ვიმოქმედებთ ამ პრობლემათა ჰოლისტიკურად გადასაწყვეტად. დიდი ხანია რესტავრაცია აღარ არის ცალკე დამოუკიდებელი დარგი. ეს არის მრავალდისციპლინარული მეცნიერება, რომელიც მოითხოვს სხვადასხვა დარგების ურთიერთშეკავშირებულ კვლევას. მე ვარ არქიტექტორი, პროფესორი, სტრუქტურული ინჟინერი, ბრიტანეთის არქიტექტორთა კავშირის წევრი. ჩემი მთელი ცხოვრების განმავლობაში განხორციელებული მაქვს 70-ზე მეტი მსხვილი სარესტავრაციო საკონსერვაციო პროექტი. ჩემთვის ძალიან დიდი პატივია ვიყო საქართველოში.
I visited yesterday. გუშინ ვიმყოფებოდი გელათში. ადგილზე გავეცანი სამუშაოებს და ნამდვილად მონუსხული ვარ იმ მასშტაბით და იმ ხარისხით, როგორც მიმდინარეობს ყველა საკონსერვაციო მიმართულებით სამუშაოები. განსაკუთრებით ეს ეხება არქიტექტურას, რადგან ერთიანი დროებითი გადახურვის გარეშე ყველა სხვა საკონსერვაციო მიმართულებაზე მუშაობა უბრალოდ შეუძლებელია. ნახე ხარაჩო, რომელიც აგებულია გუმბათამდე. შტაბ-ჭდილებების ქვეშ ვარ ამ სამუშაოებით. მონუსხული ვარ იმ თანამშრომლობით, რომელიც ქართველ და საერთაშორისო ექსპერტებს შორის არის. ეს კონფერენცია ჩემი აზრით არაჩვეულებრივი შესაძლებლობაა, რომ წარმოჩინებული იყოს გელათის რეაბილიტაციის მიმართულებით განხორციელებული ქმედებები. ფიქრობ, რომ ეს არის ის რთული მდგომარეობა, რომელიც მოითხოვს ძალიან განსაკუთრებულ სიღრმისეულ კვლევებს, შესწავლას, ინტერდისციპლინარულ მიდგომას და სხვადასხვა მიმართულებებისა და საკითხების ერთმანეთთან შეჯერებას. საჭიროებს დიალოგს, სხვაგვარად ეს ვერ განხორციელდება. საუკუნეების განმავლობაში მიმდინარეობდა შიდა პროცესები, წყლის ჩამოდინების ინფილტრაციის შედეგად. ყველაფერი ეს ზემოქმედებს კედლის მხატვრობის მდგომარეობაზე და გვაქვს მძიმე ვითარება, რომელსაც სჭირდება პირველ რიგში გამაგრებითი სამუშაოები და შემდეგ უკვე საკმაოდ გრძელვადიანი საკონსერვაციო ძვირადღირებული პროგრამა. ძვირადღირებულია ასევე ის დროებითი გადახურვის ხარაჩოები, რომლის მოწყობაც მთავრდება. ეს ყველაფერი ემსახურება სწორედ ამ ღირებულებების გადარჩენას. საჭიროა, რომ შემდგომ თანმიმდევრულად განხორციელდეს თითოეული ეტაპი, რომ შევინარჩუნოთ ეს მხატვრობა. ურთულესი პროექტია, მასში სხვადასხვა დარგის უამრავი სპეციალისტია ჩართული და რაც მთავარია, მუშაობენ ქართულ სპეციალისტებთან ერთად. მე ვარ პასუხისმგებელი ქართულ ჯგუფთან ერთად კედლის მხატვრობის საკონსერვაციო პროგრამაზე. ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და მნიშვნელოვანი დავალებაა. ჩვენ ვცდილობთ გავიგოთ კედლის მხატვრობის მდგომარეობა და მისი კომპლექსურობა. ამჟამად რა მდგომარეობაშია ის და რა უნდა გაკეთდეს. ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ეს არის მემკვიდრეობითი პრობლემა, ასწლეულების განმავლობაში დაგროვდა ეს სირთულეები. ჩვენ ვაგროვებთ მტკიცებულებებს და ამ მტკიცებულებებისა და ცოდნის საფუძველზე ვაყალიბებთ ჩარევის მეთოდოლოგიას. ჩვენ მუდმივად ვაწარმოებთ კვლევის დიაგნოსტიკის პროცესს, ასევე მიმდინარეობს ანალიტიკური კვლევები და ამის საფუძველზე ვახორციელებთ ჩარევითი ფიზიკური სამუშაოების მეთოდოლოგიის განვითარებას. კედლის მხატვრობის კონსერვაციის პროგრამა სრულად დაფუძნებულია საერთაშორისო სამეცნიერო და საკონსერვაციო მიდგომებზე და ეს პროგრამა აერთიანებს ყველა საჭირო კომპონენტს. ძალიან მნიშვნელოვანი იყო დღევანდელ კონფერენციაში მონაწილეობის მიღება, რადგან ჩვენ შევაჯამეთ ყველა ის მონაცემი და კვლევის შედეგი, რომელიც დღემდე განხორციელდა, რათა წინ წავიწიოთ რეაბილიტაციის ნაწილში. ჩვენ ჩართული ვართ გელათში კულტურული კვლევების მიმართულებით, რადგან ძეგლს აქვს მრავალი მიმართულებით პრობლემები და ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ეს პრობლემა იყოს განსაზღვრული. რაც შეეხება მიმდინარე სამუშაოებს, ჩვენ ვახორციელებთ დაახლოებით წელიწად ნახევრის განმავლობაში ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის კონსტრუქციული მდგომარეობის კვლევას და მონიტორინგს. მინდა ვთქვა, რომ მე კმაყოფილი ვარ იმით, რომ მნიშვნელოვანი პრობლემები აქამდე არ გამოვლინდა ძეგლში და ამ თვალსაზრისით კმაყოფილი ვარ. მინდა გითხრათ, რომ მოზაიკა მძიმე მდგომარეობაშია, ის 89%-ით მოცილებულია კედელს და უნდა წარმოვიდგინოთ, რომ ეს არ არის იატაკის მოზაიკა, ეს არის კედლის მოზაიკა, კონქის მოზაიკა. ის მძიმე მდგომარეობაშია, რადგან მოცილებულია კედელს და ეს საფრთხის შემცველია. ამიტომ პირველ რიგში ჩვენ რაც უნდა გავაკეთოთ, ეს არის სპეციალური სტრუქტურის შექმნა, რომელიც იქნება საყრდენი ამ მოზაიკისთვის. ამ საყრდენის შექმნის შემდეგ მივცემთ საშუალებას როგორც რესტავრატორებს, ინჟინრებს და არქიტექტორებს, ასევე მოზაიკის სპეციალისტებს, რომ განვახორციელოთ გეგმიური კონსერვაცია და გამაგრება. ჩვენ დაახლოებით 1 წელი გვქონდა იმისთვის, რომ შეგვემუშავებინა საპროექტო წინადადება ამ სტრუქტურის შექმნისთვის. ჩვენ შევიმუშავეთ მთელი მოზაიკური კომპოზიციის კონსერვაციის პროექტი.